რა თქმა უნდა, არ მეგულება დედამიწაზე არც ერთ სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი დღე არ იყო მნიშვნელოვანი და სადაც არ ელოდებოდნენ რა იქნებოდა მთავარი გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის საინაგურაციო გამოსვლის, როგორც მას ჩვევია, გაგვანებივია დღეს ამ გზავნილებით, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვნახეთ ორი გამოსვლა და არა ერთი. ჩვენ ვნახეთ მისი გამოსვლა მთავარ დარბაზში, სადაც ფიცი დაადო როგორც ქვეყნის 47-მე პრეზიდენტმა და შემდეგ ვნახეთ მისი მეორე გამოსვლა მიმართო გუბერნატორებთან, როდესაც ჩავიდა, სადაც გაცილებით უფრო ფართოდ და უფრო მეტი ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ რაც უნდა თავშივე ვთქვათ არის ის რომ მიუხედავად იმისა რომ მისი ორი გამოსვლა ვნახეთ დღეს დროის მოკლე მონაკვეთში დაშორებული ერთმანეთთან მას საგარეო პოლიტიკაზე არ უსაუბრია და ის დარჩა ერთგული თავისი მთავარი საარჩევნო ხაზის როდესაც ისაუბრობდა რომ მისი მთავარი ამოცანა არის America First ანუ ამერიკის შესახებ საუბარი შიდა პოლიტიკა, შიდა ამერიკული პოლიტიკა და ყველაფერი დანარჩენი ამ პოლიტიკის სამსახურში. და შესაბამისადაც მისი ამ გრძელი საღამოდან, ჩვენთვის საღამოდან და იგდილიდან საგარეო პოლიტიკური გზავნილებისგან პრაქტიკულად დაცლილი იყო. მას არც ერთხელ არ უხსენებია თავის გამოსვლის დროს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მათ შორის არც ისრაელი, არც გაზაში მიმდინარე მოვლენები. მან ერთადერთხელ ახსენა ჩინეთი და ახსენა უშუალოდ ამერიკის მეზობლები, ისაუბრა მექსიკასთან საზღვარზე, ისაუბრა პანამის არხზე, ისაუბრა მხოლოდ კიდევ გამეორებ ამ ახლო სამეზობლოს. ისიც არა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით და არა საგარეო პოლიტიკის კუთხით. რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი? პირველი იმიტომ რომ უნდა დავედოთ და წინ არის მისი საგარეო პოლიტიკური გზავნილები, რა თქმა უნდა, ყველა შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ მას ცალკე მიმართვა, ცალკე გამოსვლა, ცალკე დღე ექნება ამისთვის, როდესაც ყველას ინტერესს დააკმაყოფილებს ნატოსთან, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ასევე აკუსის ფარგლებში, ანუ ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადასთან ურთიერთობებზე და ასე შემდეგ, სავარაუდოდ სწორედ ამ საგარეო პოლიტიკური გზავნილების პროცესში გავიგებთ ჩვენ მის დამოკიდებულებას სხვა დანარჩენ სამყაროსთან მიმართებაშიც საქართველოც იქნება. მაგრამ მნიშვნელოვანი დღევანდელი გამოსვლიდან ჩემი აზრით, რაზეც აქცენტი შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ თქვენ ეს ფრაზა გაიმეორეთ, რაზეც ის საუბრობდა, რომ ამერიკის მტრებისთვის ცუდი დრო დგება, რომ ეს იქნება ამერიკის ოქროს ხანა და რომ ამერიკის ინტერესები იქნება უპირველესი. მან ძალიან ბევრი ფრაზით და ძალიან ბევრი ლამაზი სიტყვებით ისაუბრა, აღმატებული სიტყვებით ილაპარაკა იმ აღმატებულ როლზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიბრუნოს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდით, რომ ტრამპის პრიორიტეტები მისი პრეზიდენტობის პირობებში იქნება ზუსტად ის, რაზეც ის საუბრობდა წინა საარჩევნო კამპანიის დროს და ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, განსაკუთრებული სიახლოვე და მეგობრობა ამერიკის მტრებთან არის ის წითელი ხაზი, რომელიც იქნება განსაზღვრელი ამ ურთიერთობებში. მას კიდევ ერთხელ არ უხსენებია არც ერთი ქვეყანა. მან ასევე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალების აშენებაზე ისაუბრა და ძალიან მკაფიოდ გაუსვა ამას ხაზი. ის ასევე იყო საუბრობდა, რომ იქნება მშვიდობის მყოფელი, მაგრამ აი საინტერესო არის პარალელურად ის საუბრობდა ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალების აშენებაზე და ამერიკის მტრებზე ნამდვილად. კი, და ერთ-ერთი პირველი განწყობილება, რომელსაც ხელი მოაწერა ასევე, შემდეგ უკვე გაგრძელებაზე ინაugurაციის, იყო სწორედ ამერიკული, მან თქვა უბრალოდ თავის გამოსვლაში, რომ ერთ-ერთი პირველი განწყობილება, რომელსაც ხელს მოაწერს, იქნება ამერიკის შეერაღებული ძალების გადასროლა საზღვრებზე, იმისათვის, რომ დაიცვას და გააძლიეროს ამერიკის საზღვარი და რის წინააღმდეგ. მას არ უსაუბრია მაინც ემიგრაციაზე და უკანონო ემიგრაციაზე ისაუბრობდა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა მე პირადად, რამაც აღმართოვანა და სულ გაკვირვებული ვარ აქამდე რატომ ეს არ მომხდარა ამერიკის რომელიმე ხელისუფლების მხრიდან, რომ მექსიკურ კარტელებს, ანუ ნარკოკარტელებს გამოაცხადებს ტერორისტულ ორგანიზაციებად და სწორედ აი ამ კარტელებთან
საერთაშორისო დანაშაულებთან, ტრანსნაციონალურ დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ ეფექტურობისთვის ამ კონტექსტში თქვა მან სწორედ ამერიკის შეერთებული ძალების გადასროლის შესახებ მექსიკის საზღვართან. რაც არის კიდევ ერთი შემადგენელი აი ამ ბრძოლის, რომელიც მან გამოაცხადა ამერიკის პრემიის წინააღმდეგ. როდესაც მან ისაუბრა, ბოდიშ გიხდით გაასრულეთ? არა, უბრალოდ გახსოვთ თქვენ, რომ მისი ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს აი ამ მკვლელი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაც იყო ზუსტად იმავე რამში აყვანილი. კი, რაც სხვა პრობლემა. როდესაც მის საუბრობდა მშვიდობის მყოფელობაზე, რაღაცნაირად პირველი საგარეო პოლიტიკის კონტურები რო გამოვყოთ, მან არის საუბრა ბევრი საგარეო პოლიტიკაზე, როგორც ვისაუბრეთ ჩვენ და აღნიშნეთ თქვენ, მაგრამ შესაძლოა თუ არა ეს მიუთითებდეს, არ ვიცი, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ თუ ასევე შეიძლება ეს შეეხებოდეს ძევლების გათავისუფლებაზე ჰამასის მიერ, რომელიც შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის დასახელებული. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ კი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტექსტი არის ნებისმიერი ომი, რომელიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მძვინვარებს, თუმცა მან ეს გზავნილი მთლიანად ჩასვა ტერორისტების არა, ძევლების გათავისუფლების ძევლების გათავისუფლებით შემოფარგლა კონკრეტულად დღევანდელ საინაგურაციო გამოსვლაში და ერთგვარად თავის თავზე მიიწერა და თავის პირველ დამსახურებად ჩაითვალა მე რიქჩევ ნახეთ გადაძახილი ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ, სადაც მან მიულოცა და მადლობა გადაუხადა ამ კონკრეტული ღონისძიებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, ვის დამსახურებაც არ უნდა იყოს განსაკუთრებით ეს პრეზიდენტ ტრამპის თუ პრეზიდენტ ბაიდენის. თავარი არის, რომ არავინ არ უარყოფს იმას, რომ უზარმაზარია ამერიკის შეერთებული შტატების როლი ამ კონკრეტულ მოქმედებაში, ამ კონკრეტულ პოლიტიკის გადაწყვეტილებაში და ეს არის ჩვენთვის თავარი და მნიშვნელოვანი. კი, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვისმენდით, ბუნებრივია უკრაინაზე შეგვიძლია ამ კონტექსტში ვფიქროთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს მას არც ერთი სიტყვა, არც ერთი მინიშნება, არც ერთი წელადება, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ აი აქ იგულისხმა უკრაინა, ესე პირდაპირ გვაფიქრებინებდა, არ გაუკეთებია, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც ისაუბრებდა იმაზე, რომ მას აქვს სურვილი და მისი мотиваცია რომ იყოს მშვიდობის მყოფელი და ორჯერ გაიმეორე ეს სიტყვა დღევანდელ მსოფლიოში, ხო, უნდა ვიფიქროთ, რომ რა თქმა უნდა, მხოლოდ ისრაელს არ გულისხმობდა და მათ შორის უკრაინასაც საუბრობდა, მაგრამ ეს არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება და სპეკულაცია, იმიტომ რომ მას არ უთქვამს არც ერთი სიტყვა უკრაინას. და ხო, საინტერესოა ხა რაღაცნაირად ქართული კონტექსტი მინდა რომ შემოვიტანოთ, უკვე რაღაც გამოხმაურება არის ყობახიძემ მიულოცა ტრამპს მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები. ახლა ყობახიძის შესაძლოა ეს ციტატა არ არის საინტერესო, მაგრამ საინტერესოა ტრამპის რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მიმართ. 20 იანვარი არის დღეს და ეს არის ის თარიღი, რომელიც მუდმივად გვესმოდა პროპაგანდისტული არხების, მედიების თუ სახელისუფლებო რიტორიკის მეშვეობით. რაღაცნაირი 20 იანვარი რესტარტი თითქოს, არ ვიცი, თითქოს ამით დაიწყებდა ტრამპი მის გამოსვლას ლამის ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვეს საზოგადოებას ირონიულად რომ ვთქვათ. ხო, ირონიული არ არის ეს, იმიტომ რომ ნამდვილად ესეთ ემოციას ქმნიდნენ ყოველ შემთხვევაში. ხარდამჭერებში პირველ პერიოდში განსაკუთრებით ბოლოს ეს რიტორიკა შეამცირეს და ვნახეთ ჩვენ სხვა ტიპის განცხადებების მათი მხრიდან, მაგრამ პირველ ეტაპზე, როდესაც აი განსაკუთრებით ისინი ფიქრობდნენ, რომ განსაკუთრებით უჭირდათ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის საწყისში მუდმივად ამით სპეკულირებდნენ. შემდეგ ვნახეთ განცხადებები როგორც არჩეული პრეზიდენტ ტრამპის, ასევე მარკო რუბიოს, სხვა წარდგენილი თანამდებობის პირების იმ კონტაქტებზე, იმ კომუნიკაციაზე, რომელიც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებს აქვთ მათ მტრებთან და ეს წითელი ხაზი იქნება და მე ცოტა დაუწიეს ტონალობას და სხვაგვარად დაიწყეს საუბარი. ხო, ყობახიძის ოცნება იქნებოდა ალბათ, რომ ეხლა რომ მიულოცა ტრამპს, ის იქიდან ხვალდილ წერილს გამოუგზავნოს და ეთქოს, უი ბოდიში ჩვენ დაგვავიწყდა, შენთვის მოლოცვა და აი შენც გილოცავთო. ეს არის დაახლოებით ის, რაზეც ის ესაუბრებოდა საკუთარ ამორჩევას. ხო, რა თქმა უნდა, არავის იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ეს იქნება, უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს გამოქვეყნდა
სია მიწვეული heads of states პირდაპირ ესე ეწერა ამ ქაღალდს, ანუ სახელმწიფოთა მეთაურების, სულ რამდენიმე პრემიერი და პრეზიდენტი ამ სიაში და მათ შორის ამ სიაში, ამ კონკრეტულ ნაწილში სიის არის სალომე ზურაბიშვილი. როგორც heads of state. არა ყოფილების, დიახ, იმიტომ რომ ცალკე გამოქვეყნდა and other dignitaries, რომელიც არის უკვე ყოფილები, ვთქვათ, განსაკუთრებით საპატივცემლო ადამიანები, რომელიც რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე არ არიან, მაგრამ სხვა მიზეზებით იყვნენ დაპატიჟებული ინაგურაციაზე, იქ არ არის სალომე ზურაბიშვილის სიაში. სალომე ზურაბიშვილი არის იმ სიაში, რომელსაც ქვია heads of states. და ეს არ არის, ესეთი რამეები არ ხდება შემთხვევით და ეს რაღაცა ვიღაცის შეცდომა არ არის, რომელმაც შემთხვევით და შეცდომით შეიყვანა სალომე ზურაბიშვილი იმ სიაში. ეს არის ეს თავისუფლად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარი პოლიტიკის განაცხადია და მე მაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მარე არა თეთრი სახლიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონგრესიდან ჩვენ ვნახავთ პირველ მოძრაობებს 2025 წლის პირველ მოძრაობებს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში გასული წლის ბოლოს აქტიურად ისმოდა, იყო ეს მეგობარი აქტის საკომიტეტო კენჭისყრები, რომელსაც შემდეგ უნდა მოყოს კონგრესში საერთო სესიაზე კენჭისყრები თუ სხვა. ეს იქნება ჩემი ვარაუდით, კალენდარს რო წარმოვიდგენ საქართველოსთან მიმართებაში, დაახლოებით ესე მაქვს წარმოდგენილი, რომ პირველი იქნება კონგრესი, შემდეგ ამას მოყვება უკვე მარკო რუბიოს გამწესების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტიდან მორიგი მოქმედება და უკვე ამის შემდეგ შეიძლება თეთრი სახლის ახალი სპიკერიდან და ახალი შემადგენლობისგან მოვისმინოთ განცხადებები. მაგრამ კი ბატონო, არ უხსენებია რუსეთი, არ უხსენებია უკრაინა, ირანი, მაგრამ ახსენე ჩინეთი. ხო და ამ ხრივ არის საინტერესო აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს მთავრობის ნაბიჯები უკვე მომავალი ამერიკის პრეზიდენტისგან, როგორიცაა თუნდაც ანაკლეის პორტის ჩინური კონსორციუმისთვის მიყიდვა, იმიტომ რომ მან ახსენა ზუსტად ამ კონტექსტში ჩინეთი ანაკლეას არ გულისხმობს ცხადია, მაგრამ პანამას გულისხმობს და რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? კი, არა მხოლოდ ანაკლეის პორტი დღეს მოგეხსენებათ, რომ მე პირადად დიდი ხანია ველოდებოდი განცხადებას აეროპორტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთი პერიოდი აქტიურად ლაპარაკობდა საქართველოს მთავრობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ასევე ვიცით, რომ იმავე ჩინურ კომპანიას უნდა გადასცენ და დღეს პირველად აი ზუსტად ტრამპის ინაგურაციის დღეს თითქოს სპეციალურად დაამტყია ბატონმა დავითაშვილმა, გვამცნო, რომ პირველი სამუშაოები დასრულებული არის და უკვე მზად არიან შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად და შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართო, ეს სწორედ ამას ნიშნავს, რომ უნდა გამოცხადდეს კონკრეტული სუბიექტები უნდა გამოცხადდნენ თუ ვის ექნება მშენებლობის, ვის ექნება ოპერირების და ასე შემდეგ. მოკლედ ამ უფლებების განაწილება როგორ მოხდება ახალ აეროპორტთან დაკავშირებით და კიდევ გავიმეორებ, აქაც ვიცით ჩვენ, რომ ჩინურ კომპანიაზეა საუბარი და არ უნდა გავიწყოს, რომ საუბარი არის ახალი აეროპორტის აშენებაზე აზიანში, ანუ იმ სამხედრო სტრატეგიულად დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სამხედრო ბაზაზე, რომელშიც უზარმაზარი ამერიკული ფულია დახარჯული, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ 6.6 მილიარდ დოლარზე, რომელიც ამერიკის მთავრობამ დახარჯა საქართველოს განვითარებისთვის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის ნახევარი სამხედრო დახმარებაში წავიდა და ამ სამხედრო დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ აზიანშია დახარჯული. და ეს ჩემი აზრით სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად დღეს გაკეთდა ეს განცხადება, როცა უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ ამ თემაზე არაფერი არ მოგვისმენია. და არა რომელიმე სხვა დღეს და ეს იყო შეგნებულად შერჩეული. კი დღეს მე ვფიქრობ, რომ დღესაც გუშინაც და უახლოეს დღეებში ძალიან ბევრი განცხადებას მოვისმენთ. ეხლა რა თქმა უნდა, ამ დღევანდელი დღე არ არის არაფრის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია და პირველივე საგარეო პოლიტიკის განაცხადს, როდესაც მოვისმენთ, პირველივე განაცხადის დროს იქნება როგორც ირანზე, ასევე ჰაზბულაზე, ასევე ჩინეთზე საუბარი, ანუ იმ კომპონენტებზე პრობლემის, რომელსაც დღეს ტრამპმა ამერიკის მტრების დამარცხება დაარქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის აბსოლუტური წითელი ხაზი, რომელიც დღეს მანაც გაავლო სახელმწიფოების დაუსახელებლად და უკვე შემდეგ განსაკუთრებით მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად გამწესების მომენტში ეს ყველაფერი გაცილებით უფრო თვალნათელი და ხელშესახები გახდა.